სახალხო დამცველის 2009 წლის პირველი ნახევრის მოხსენება უკვე 3 საათია საკანონმდებლო ორგანოში გიორგი ტუღუშის 300 გვერდიანი ანგარიშის დეტალური განხილვა მიმდინარეობს. ომბუდსმენის დოკუმენტში ადამიანის უფლებების დარღვევების ყველა ის ფაქტი აისახა, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში მოხდა. Მთელი მოხსენების შემდეგ გიორგი ტუღუში უკვე დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდა. ნათია გოგსაძე საუბრობს პირდაპირ ეთერში პარლამენტიდან. ნათია, რამდენად სრულყოფილი იყო ომბუდსმენის მოხსენება, როგორ აფასებენ ანგარიშის დეპუტატები? ომბუდსმენის მოხსენება ძალიან მოცულობითი იყო, ვინაიდან გოგა ტუღუშმა გაამახვილა ყურადღება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ისე როგორც პენიტენციალურ სისტემაში ძალოვანების მხრიდან. მან ასევე ისაუბრა მანიფესტაციებისა და მიტინგების დროს აქციების მონაწილეების უფლების დარღვევაზე, ის შეეხო ბავშვთა და ჟურნალისტთა უფლებებს, ასევე საუბრობდა დევნილთა მდგომარეობის შესახებ. მან ფაქტობრივად ყველა ის სფერო მოიცვა, რომელიც საზოგადოებას განსაკუთრებულად აინტერესებს. სახალხო დამცველმა ასევე ყურადღება გაამახვილა რელიგიური უმცირესობების უფლებებზე. ამის შემდეგ უკვე საპარლამენტო პროცედურის თანახმად დაიწყო კითხვა-პასუხი. დეპუტატები სახალხო დამცველისაგან კონკრეტულ საკითხებზე უფრო მეტად დაზუსტებას და დაკონკრეტებას ითხოვდნენ. კვლავ უცვლელი დარჩა საზოგადოების მხრიდან რელიგიურ უმცირესობათა მიმართ შეუწყნარებლობის ფაქტები. ჩვენ გვაინტერესებს, აქ უბრალოდ ტექნიკურ შეცდომასთან აგვაქვს საქმე. უბრალოდ უნდა ყოფილიყო საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლები, ცალკეული საზოგადოების რაღაცა ჯგუფების, თუ მთლიანად საზოგადოებას და ქართულ საზოგადოებაზე არის საუბარი. როდესაც თქვენ საუბრობდით იმაზე, რომ ჟურნალისტებზე ხორციელდება გარკვეული ზეწოლა, არ ეძლევა საშუალება, რომ განახორციელონ თავისუფლება მოსილება სრულად, იყო თუ არა დარღვევა, როდესაც გარკვეული ოპოზიციური პარტიები არაძლევდნენ საშუალებას ჟურნალისტებს, რომ ემუშაოთ, შესულიყვნენ თავის სამუშაო ადგილებზე და ამავდროულად კიდევ მეტიც თქვა აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. რამდენად გეყოფათ პოლიტიკური ვაჟკაცობა, რომ შემდგომი 6 თვის მერე რომ მოხვალთ აქ და იქნება მოხსენება და აღმოჩნდება, რომ ეს თქვენი რეკომენდაცია არ შესრულდა, დააყენოთ კონკრეტული მინისტრების და სხვა თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი თქვენ სხვა დასკვნაში. ჩემი მოხსენება არ შეიცავს არანაირ პოლიტიკურ გზავნილებს და მე უშუალოდ მაქვს გაკეთებული ფაქტების და მოვლენების შეფასება. რაც შეეხება იმას, მეყოფა თუ არა ვაჟკაცობა მომავალში დავაყენოთ თქვა კიდევ ის საკითხები, რომლებიც თქვა შეუსრულებელ რეკომენდაციებს ეხება, რა თქმა უნდა მე ვაპირებ ჩავატარო დეტალური ანალიზი თუ როგორ შესრულდება სახალხო დამცველის რეკომენდაციები, ასევე როგორ არ შესრულდება და წარმოგიდგინოთ შემდეგ მოხსენებაში დეტალური სია იმ რეკომენდაციების, რომელიც შესრულდა და ასევე იმ რეკომენდაციების, რომელიც არ შესრულდა. ეს იყო რამდენიმე ფრაგმენტი იმ დაახლოებით 3 საათიანი საპარლამენტო განხილვიდან, რომელიც უკვე დაიწყო 7:30-დან პარლამენტში და ამ დრომდე გრძელდება. გიორგი ტუღუშმა უკვე უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს. ამ წუთებში კი მიმდინარეობს ფრაქციების გამოსვლები. როგორც იცით, ოპოზიციას აქვს თავისი ინიციატივა, რომ ამჯერად პარლამენტმა შეცვალოს თავისი ტრადიცია და სახალხო დამცველის ანგარიში მიიღოს არა მხოლოდ ცნობა, არამედ მიიღოს დადგენილება, რომ ყველა კონკრეტულ ფაქტზე და ყველა კონკრეტულ ბრალდებაზე, რომელიც არის ამა თუ იმ მაღალჩინოსნის მიმართ, დაიწყოს გამოძიება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, ალბათ ეს უკვე ამ პროცედურის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ეს იყო პირდაპირ ჩართვა პარლამენტიდან და ნათია გოგსაძე, მადლობთ ნათია.